ასენე რუბიო ჯვარი და ასე შემდეგ, ანუ პრინციპული შეფასებით ჩვენ შეგვიძლია ეს რამ ყავს მე შემიძლია ეს რაღაც ვთქვა, რომ აქ ჯვარზე თუ ნახევარმთვარეზე თუ რამე სხვა რელიგიურ სიმბოლოზე კი არ არის პრობლემა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საჯარო მოხელემ პოლიტიკოსმა სახელმწიფო რომელიც ყველა საჯარო მოხელია, ქრისტიანის, მუსლიმის. ხო, ყველას აერთიანებს, ხო, ის ასე ვთქვათ, მართლმადიდებლების, მაჩვენის, პროტესტანტის და ფედერალურ ეთერში, ასე ვთქვათ, ცენტრალურ ტელევიზიაში ჩვენებურად, Fox News-ზე არ უნდა გამოსულიყო ამ ასე ვთქვათ, აშკარა უფრო ჩემთვის ეს უფრო პიარ ნაბიჯი იყო. მე დღეს გამოვიდნენ კომაგები თქვეს, რომ კიმა დემოკრატებმაც ისე იგივე გააკეთესო, თქვა წინა პრეზიდენტმა ბაიდენმა და სპიკერმა კონგრესის, იმათაც იგივეს ვაკრიტიკებდი, ანუ ბაიდენი იყო პირველი პრეზიდენტი სხვათა შორის ამერიკის ისტორიაში. კათოლიკე იგივეს გავს აბა მიშაგი და მიშა არ ვინდო და გადავირჩიე და შედავისწავლა. ანუ ამერიკაში გასაგებია, ხო, ამერიკა არის ძალიან რელიგიური ქვეყანა. ჩვენში ამერიკა წარმოუდგენიათ, მოდი ესე ვთქვათ რა, დიდი დისნეილენდი და ანუ ფილმებიდან რასაც უყურებს ჩვენი საზოგადოება, თუ არ ხარ ამერიკაში ნამყოფი ან არ შეისწავლე ამერიკას, რა ხდება, ასე ვთქვათ, ნიუ-იორკის გარეთ, ლოს-ანჯელესიდან დიდი მეგაპოლისების გარეთ, ჩვენ არ ვიცით ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არის დიდი ფერმერული ქვეყანა, ინდუსტრიული ქვეყანა და საკმაოდ რელიგიური ქვეყანა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით იქ ქრისტიანობის პირობიდან დოგმაში არის. არა, მოდი ესე ვთქვათ, ქრისტიანობაც სხვა მრავალფეროვანი იქ ერთმანეთს წვალებლებს არ უწოდებენ, ანუ სხვადასხვა ქრისტიანული დომინაცია, ანუ სხვადასხვა ქრისტიანული მიმართულება და ნუ მაგალითად კათოლიკეებს ქონიათ ესეთი წესი, მე არ ვიცოდი, ანუ თუ გახსოვს ბიბლიაში, ესე იგი იესო რო შედიოდა იერუსალიმში, პალმის რტოებს უყრიდნენ და მე თუმე ტრადიცია ქონიათ, რაც იმის სიმბოლურად იწვება და აი ნახშირს უსვავენ თურმე, აი თქვა ჩვენთან რო ზეთის ცხება დაახლოებით იქ ყოფილა, კათოლიკეებში ყოფილა, აი ამ ნახშირის ცხება ჯვრით. ანუ იგივე ქნა ბაიდენმა მოგვეწონა, კიდევ ერთხელ შენ და ჩემ მოსაწონზე არ არის, აქ კიდევ ერთხელ საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, რომლებიც ყველას წარმოადგენენ. ხო, ამერიკაში არიან მუსლიმებიც, ინდუისტებიც,